გიორგი გახარიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. საუბარია ჩორჩანას ეპიზოდზე. 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით კი სასამართლო 8 საათზეა ჩანიშნული. მაკა ლაშხია გვერდება აღნიშნული საქმეების დეტალებით. მაკა გისმენთ. ლიზა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას დაუსწრებლად შეეფარდა დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის სხდომათა დარბაზში ბუნებრივია არ იმყოფებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, დღეს პროკურატურა ითხოვდა მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაც, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები, შესაბამისად ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას, რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე. დღეს გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა მიუთითებდა იმას, რომ საქმე არის აბსურდული, დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად ის ითხოვდა გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ბერდია სიჭინავამ სხდომათა დარბაზში დღეს ასევე აღნიშნა, რომ ეს ბრალდება არა გიორგი გახარიას, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკურად მიზან მიმართული დევნა მიმდინარეობს. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და როგორც უკვე გითხარით, გიორგი გახარიას შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება საქმეს, ეგრეთ წოდებული ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც მას ედავებიან, რომ გიორგი გახარიამ, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ერთპიროვნულად და თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩაედგა ეგრეთ წოდებული საგუშაგო, რითაც დაზარალდა ქვეყნის ინტერესები. პროკურატურის ინფორმაციით კონკრეტულად საქართველომ დაკარგა მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. შესაბამისად ამ მიმართულებით წარედგინა გიორგი გახარიას ბრალი. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვები პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით და დაიკითხა არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია და ასევე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ჩორჩანას მკვიდრი მოსახლეობა, რომლებიც ერთპიროვნულად და ერთხმად აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ რაც ჩორჩანაში ჩაიდგა საგუშაგო, მათი ყოფა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ბევრად გაუარეს და კონკრეტულად ეს გამოიხატებოდა იმით, რომ მათ დაკარგეს საძოვრები და ვერ სარგებლობდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყით. ძირითადი აქცენტი გააკეთეს თითქოს მიმალვის საფრთხეზე, მაშინ როდესაც პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით არც ერთხელ არ დაუბარებია გიორგი გახარია გამოკითხვაზე. ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც ნახავთ თქვენ როგორ გამოიყენებს საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი ცხინვალის. ეს იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება, რაც გააკეთა დღეს პროკურატურამ სასამართლომ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც თავისი გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული ცხელი ხაზის ზარის მეშვეობით გაიგო ჩორჩანაში საგუშაგო საგების შესახებ, როგორი მოწმე არის საზოგადოებამ შეაფასოს. და მეორე საკითხი, თუ ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ ქმედებას ჰქონდა და სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა გიორგი გახარიამ თავისი გადაწყვეტილებით და ეგრეთ წოდებული რაღაც სამსახურების პრინციპების გადამეტებით. ვახტანგ გომელაური იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი მოქმედი წევრი. რატომ არც ერთხელ არ დააყენა მთელი ამ წლების განმავლობაში, 6 წლის განმავლობაში ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში? რატომ არ საუბრობდა და რატომ გამოუცხადა იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც დღეს ლაფს და ტალახს ისვრის გიორგი გახარიას მისამართით, ორჯერ ნდობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ცებულებების გამოკვლევა, როცა მოხდება საიდუმლო დახურულ სხდომაზე, საიდუმლო ფორმატში თუ არასაიდუმლო ფორმატში, ჩვენი სურვილია იქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, გასაჯაროვდეს ეს ცებულებები და ხალხმა დაინახოს რეალური საქმეში რა დევს და რა არ დევს. ამ სასამართლოს პირობებში ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები უნდა ამოვწუროთ იმისთვის, რომ შეგვეძლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოთ ამ საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ორ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, როგორც უკვე გითხარით, ეგრეთ წოდებული ჩორჩანას ეპიზოდის საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მას უკვე შეეფარდა. ზუსტად 20 საათზე დაიწყება მისი მეორე პროცესი, სადაც ამ შემთხვევაში მოსამართლე იმსჯელებს 20 ივნისის საქმეზე მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. სავარაუდოდ პროკურატურა ამ შემთხვევაშიც მისთვის პატიმრობის გამოყენებად მოითხოვს აღკვეთის ღონისძიებად. რაც შეეხება 20 ივნისის
საქმეს. პროკურატურის ინფორმაციით გიორგი გახარიამ 20 ივნისს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მან გასცა ბრძანება გდდ-ს თანამშრომლების მისამართით, რომ დაწყებულიყო აქციის დაშლა ყველა მეთოდით, ისე რომ არ მოხდა აქციის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების გაფრთხილება, რის შედეგადაც დადგა მძიმე შედეგი, დაზარალდა რამდენიმე ათეული ადამიანი, 2 ადამიანმა დაკარგა თვალი, 5-მა კი მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იმჯელებს დღეს 8 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო, რაც შეეხება ბრალი, 2 ბრალი, რითაც გიორგი გახარიას ედავებიან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა მაკა ლაშხია იყო პირდაპირ ეთერში.